Good afternoon, ladies and gentlemen. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. Let me welcome you and extend a special welcome to His საერთაშორისო და ადგილობრივ მედიას სიტყვას ვაძლევთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც უნგრეთში ჩაუმგზავრდა მეორე მთავრობათა შორისი სამიტის ფარგლებში. მივესალმებით ასევე მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანს. ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა უნგრულ საქართველოს სამიტის ოგმს და ერთობლივი განცხადება იქნება ხელმოწერილი. ჯერ ხელი ეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს კულტურისა და ინოვაციების უნგრეთის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ხელმომწერები არიან საქართველოს მხრიდან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ბატონი ლევან დავითაშვილი და უნგრეთის სახელით ურაშ პალკო, რომელიც არის კულტურისა და ინოვაციების მინისტრი. მეორე მემორანდუმი არის ურთიერთგაგების მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროებს შორის საქართველოს სპორტის და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის. ხელმომწერები არიან საქართველოს მხრიდან ბატონი შალვა გოგოლაძე, სპორტის მინისტრი, უნგრეთის სახელით კრიშტოფ ბობროვსკი, თავდაცვის მინისტრი. მადლობა. მესამე ურთიერთგაგების მემორანდუმი უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს მხრიდან ბატონი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი, იშტონ ნოი, სოფლის მეურნეობის მინისტრი უნგრეთის მხრიდან. მეოთხე ურთიერთგაგების მემორანდუმი ფორმდება უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების შესახებ. ხელმომწერები არიან საქართველოს მხრიდან ბატონი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი, ბატონი ჩაბალანტოში, ენერგეტიკის მინისტრი უნგრეთიდან. მადლობა ბატონო მინისტრებო. შემდეგ გაიმართება რამოდენიმე წამში ერთობლივი განცხადებები. მანამდე ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უნგრეთის მხრიდან ბატონი ვიქტორ ორბანი მოაწერენ ხელს სამიტის ოგმს. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრებო. ეხლა ბატონ ვიქტორ ორბანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვაძლევთ სიტყვას განცხადებებისთვის. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო ბატონო ირაკლი,
ქართველო მეგობრებო, ჩვენ ასეთი შეხვედრები უფრო ბევრჯერ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე ევროპიდან დელეგაცია, რომელიც ნამდვილად არის ძალიან დიდი სიამოვნება. მე საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. ყველას შურს მათი ჩვენს შურს საქართველოსი 7%-იანი ეკონომიკური ზრდა ღმერთო ჩემო ეს ხო დიდი მიღწევაა. კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. კლებადი სახელმწიფო ვალი. ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია. ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეთი შედეგების მიღწევა არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. არ იყო ეს იოლი ალბათ, მაგრამ ჩვენს უნგრელებს გვექნებოდა დიდი პატივი ასეთ შედეგი გქონოდა. 2022 წელს როდესაც გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ეხლა ვართ. რა იქნებოდა? დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა. უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირის ბრიუსელს ბრძოლა. იმიტომ რომ საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. აი ეს ემოცია ჩვენთვის არის საერთო. ჩვენც გვინდა, რა თქმა უნდა, ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და ჩვენს გვექნება. ქალბატონებო და ბატონებო, უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს. არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც. ჩვენ ყოველთვის გზნობთ თავს საქართველოს მოამაგეთ, მოკავშირეთ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო ბრძოლობს სუვერენიტეტის დასაცავად, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ და სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართულ მეგობრებს. უნგრული ავიაკომპანია ვიზიარი არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლიდერი. 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან. მოხსნე ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში $100 მილიონ გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა. ეს განსაკუთრებული მადლობის მიზეზია. ასევე ჩვენ გავზადეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან, ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით. ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია კომიტეტები, ერთობლივი კომიტეტი და მუშა ჯგუფი არის ხუთი ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, რომ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება, შემოვიდეს უნგრეთში და ჩვენგან შევიდეს ევროკავშირში. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს იმისაც, რომ ეს თანამშრომლობის ენერგეტიკა კიდევ უფრო გავზარდოთ, განვავითაროთ და უკრაინელებმა, რომლებმაც გადაკეტეს ყველა არხი ენერგეტიკის მიწოდებისა ევროკავშირის მიმართ,
ამ პირობებში ეს ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი მარშრუტი იქნება ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან ძლიერი. მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გვექნება. ქართულ მეგობრებთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ. იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება. ერთი წინადადება, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით მინდა გაგაცნოთ, ის არის, რომ გუშინ უნგრეთს ღიად და უხეშად დაემუქრა უკრაინა. ეს იყო შანტაჟი და ცხადად ითქვა, რომ მათთვის მიუღებელია, რომ უნგრელმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამიტომ დაგვემუქრნენ, დაგვაშანტაჟეს და ამას ვუპასუხებთ, რომ უკრაინა მადლობელი უნდა იყოს უნგრეთის მიმართ. არასოდეს არ გვითქვა ცუდი უკრაინაზე, მაგრამ მათ ლტოლვილებს მივეცით თავშესაფარი. უნგრეთში მივიღეთ უკრაინელები, მივეცით საშუალება, რომ ყველა საჯარო სერვისით ესარგებლად ზრუნვარ მოგვიკლია უკრაინელებისთვის განათლებას ვაძლევთ ბავშვებს, უკრაინელ ბავშვებს, უკრაინელ პრეზიდენტს ვურჩევთ, რომ მადლობა გამოხატოს უნგრეთის მიმართ და არ დააშანტაჟოს და არ დაემუქროს. მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის. ეს იყო მეორე მთავრობათა შორისი სამიტი. პირველი იყო საქართველოში, ჩვენი მასპინძელი იყო საქართველოს მთავრობა. ეხლა ჩვენ ვართ მასპინძლები ერთი წლის განმავლობაში მესამე უგრულ საქართველოს მთავრობათა შორისი შეხვედრა შედგა. ჩვენ მადლობა გადაუხადე გულთბილი საქართველოდან ჩამოსულ მთავრობას. თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი, დიდი მადლობა. ეხლა სიტყვა ეძლევა ბატონ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთობლივი განცხადებებისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მივესალმები მინისტრებს, დელეგაციების წევრებს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგეხადოთ უნგრეთში თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ იმ ძლიერი და ურყევი ხარდაჯერისთვის, რომელსაც ჩვენ გრძნობთ თქვენგან და მას ძალიან აფასებს ქართული ხალხი. უნგრეთი არის და რჩება ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერ ხარდაჯერად და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ხარდაჯერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უნგრეთისგან, პირადად თქვენგან, ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რაც არაერთხელ გვითქვამს, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ ხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექვემდებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ამ პროცესის ხარდასაჯერად. ამისათვის კიდევ ერთხელ თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და თქვენს მთავრობას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. სამიტის ფორმატი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს ფორმატი დაფუძნდა 2 წლის წინ და წელს უკვე იმართება მეორე შეხვედრა ამ ფორმატში. ამ შეხვედრამ მოგცა ჩვენემი საშუალება, რომ ერთად გვემშელა მიღწეულ პროგრესზე და დაგვესახა ასევე ერთად საამავლო გეგმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ მინისტრს ძალიან საინტერესო დისკუსიებისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს ეხებოდა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკის საკითხებს, დაკავშირებადობის საკითხებს, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, ინვესტიცია, განათლება, კულტურა, ყველა სფეროს შევეხეთ ამ ფორმატის ფარგლებში და კიდევ ერთხელ შეიძლება თავამადი თქვას, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ასევე მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა ეს შეთანხმებებიც ხელშეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და მის დასტურია ის ხშირი გასვლა ვიზიტებისა, შეხვედრებისა, რომლებიც იმართება ჩვენს შორის და რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას და ასევე საოჯრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ქონდა დღეს საუბარი, ასევე ხაზი გაესვა ჩვენი მხრიდან იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობებს შორის თანამშრომლობა, არამედ ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობაც იმისათვის, რომ გავაღრმავოთ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უკვე 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ის შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ის შესრულება და ამ კუთხითაც თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი მხარდაჭერაზე, რომელსაც გრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული ხალხი ძალიან აფასებს პირადად თქვენი ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირადად თქვენს მხარდაჭერას, უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი და კიდევ ერთხელ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის და მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. უმეტესი მადლობა. Thank you, Prime Minister. We now have დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრებო. ეხლა კითხვების დრო გვაქვს. ეხლა უნგრეთის საჯარო მაუწყებელს ვაძლევთ კითხვისთვის დროს. მოგესალმებით, ფერენციო გახლავართ და კითხვა მინდა დავუსვა ბატონ ვიქტორ ორბანს. რამოდენიმე წუთის წინ ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ არა, ბატონმა ვიქტორმა ბრძანა, რომ უკრაინა დაემუქრა უნგრეთს და პრეზიდენტმა, უნგრეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის პოზიცია, რომელიც გააჩნია ამ შემთხვევაში ქვეყანას არ არის სწორი. ეს ჩემი აზრით არის ძალიან აღმაშფოთებელი. ნებისმიერ ქვეყანას უნდა კონდეს იმისი აზრი, რომ არ დაემუქროს სხვა ქვეყანას, არ დააშანტაჟოს. მე მინდა დასვა ესე აუცილებელი კითხვა. რას აკეთებენ ენერგეტიკის სფეროში? ეს ქვეყნები, რომლებიც უნგრეთს ემუქრებიან ენერგეტიკის დაკავშირებადობის რეფორმების მიუხედავად, მაშინ როდესაც ფასები იზრდება, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტი ფული უნდა უნგრეთის ჯიბიდან რომ ამოიღოს, უფრო მეტი წარმატებით განახორციელოს ფულის ათვისება ევროკავშირიდან, მათ შორის უნგრეთიდან. მიმაჩნია, რომ ეს მომდევნო 2 კვირა იქნება ძალიან რთული. უკრაინის პოზიცია ბრიუსელშიც მეორდება, ამიტომ ორი ფრონტით გაიხსნება ზეწოლა და წნეხი უკრაინის და ბრიუსელის მხრიდან უნგრეთზე. ეხლა მაინტერესებს
ბრიუსელში უკრაინის თხოვნით რა მოხდება შეიძლება უნგრეთს გაუწყვიტონ ისეთ წყარო რაც რუსეთთან გააჩნია ჩემი ვალია რომ ეს ავკვეთო ასევე უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა მინდა ავკვეთო ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომდენო 2 კვირა ვიფიქროთ ამაზე ჩემი შეკითხვა არის ორივე პრემიერ-მინისტრის მისამართით. პირველ რიგში პრესკონფერენციაზე მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან აღინიშნა გარკვეულწილად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანას ძალიან ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირისგან. არის სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, მაგალითად საქართველოს აკრიტიკებენ ისეთი ცვლილებებისთვის, რომელზეც მალევე ვიგებთ, რომ ეს ცვლილებები საკუთარ ქვეყნებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოსწონთ, თუმცა საქართველოში ამბობენ რომ ეს არის დემოკრატიული განვითარებისთვის ხელი შეშლა. მე მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ ბატონ ორბან, როდესაც ისმენთ ასეთ განცხადებებს ევროკავშირიდან, რატომ საქართველოს მისამართით ასეთი მწვავე კრიტიკა და ბატონო ირაკლი კიდევ ერთხელ თქვენი პოზიცია, როდესაც სუვერენული საქართველოს მისამართით ხშირად ვისმენთ კრიტიკას დასავლეთიდან. მადლობა. Nézzek, egy nagyszerű országnak tartjuk. Აი შეხედეთ, საქართველოს მივიჩნევთ შესანიშნავ ქვეყანად. Sok fontos erény létezik. უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გზნობა არსებობს და ცნება. ყველაზე ძვირფასი არის მამაცობა. არის უნგრეთში ესეთი გამოთქმა. მხდალ ერს არ აქვს ფასი და ეხლა საქართველოს ამის ფონზე არის დიდი პატივისცემის მქონე ქვეყანა ჩვენი მხრიდან. მე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამოდენიმე დღეს ჩამოვედი საქართველოში. უნგრეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და წარმოიდგინეთ რამხელა ენერგია შემოვიტანე საქართველოში. მე გამიკვირდა როგორი განწყობა ვნახე საქართველოში. უნგრეთში სასწაული ხდება წნეხის და ძალების გადანაწილების კუთხით. სოროსის ფონდი რასაც აკეთებს და მინდა ვთქვა რომ ყველაფერს აკეთებს იმისაც რომ საქართველოს ხელისუფლება გადაეგდო. არც საქართველოს ხელისუფლება ქართული ხალხის მიერ არის არჩეული. იგივე ხდება უნგრეთში, ოღონდ სხვა მასშტაბით. მიმაჩნია რომ მორალური ვალდებულება გააჩნია ქვეყანას, რომელსაც უპირისპირდება გლობალისტები, ჩვენც იგივე რეჟიმში ვართ, ჩვენ უნდა დავდგეთ მტკიცედ ამ გლობალისტების წინააღმდეგ. ჩემი მოსაზრება ესეთია, რომ გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან. და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო დამარცხდებიან ყველა კონკრეტულ ქვეყანაში ევროპაში, იმიტომ რომ კარებზე როდესაც გვესმის კაკუნი ეს უნდა იყოს მეგობრული კაკუნი. 2 წელიწადში რომ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ უფრო სხვანაირი იქნება სიტუაცია. გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერი და 2 წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში და საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება და ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის ევროკავშირის კარი. მე ესე ვხედავ. შეკითხვისთვის რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დასანანია ეს უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გარდა უსამართლო განცხადებებისა, ჩვენ ხედავთ ხშირად რომ არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც, ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად ხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს
საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტს. რაც ჩვენთვის არის ძალიან დასანანი, ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა რომ დარჩეს მომავალში სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ აკეთებს ხოლმე ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ჯიუდად განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ სვლას და ამასთან ერთად გამოთქვამთ იმედს, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ დადებითი მიმართულებით შეიცვლება მოვლენების განვითარება ევროპაში და ჩვენც გვინდა გამოთქვათ ასეთი ოპტიმიზმი, ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების ცვლილება, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზანი, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა გავწევრიანდეთ სამართლიან ევროკავშირში, სადაც ბიუროკრატია და პოლიტიკოსები სამართლიანად აფასებენ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამ ჭრილში კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს და უნგრეთის ხელისუფლებას, სწორედ რომ მათი სამართლიანი დამოკიდებულებისთვის თუ ვინმესგან ვისმენ ჩვენ სამართლიან შეფასებებს და ვხედავთ სამართლიან დამოკიდებულებას, ეს არის რა თქმა უნდა უნგრეთის ხელისუფლება და სწორედ ამ სამართლიანობის გამოხატულება ის, რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მკაფიო და ძლიერ მხარდამჭერად. კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის ჩვენს უნგრელ მეგობრებს. Thank you, Prime Ministers. Our press conference has come to an end. Thank you for. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრებო, ამით პრესკონფერენცია დამთავრებულია. მადლობას მოგახსენებთ ყველას დასწრებისთვის. პირდაპირ ეთერში იყო ბუდაპეშტი, სადაც ირაკლი კობახიძემ და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს საქართველო-უნგრეთის